Salam qolas. Ითხრენ პოლის შემდეგ ისე როგორც გამოახერხე გამოსვლა დღეს აუცანადიროდ ქედანზე და გარემო ტრეკზე მარნეულის მხარეს. ახლა რა გამო ეხლა არის 7 საათი დილის და ხო, საათი და 20 ჭირდება და ალბათ კარგი დროს ვაჩავდი. წავედით. ჩამოვედი, მაგრამ აი ძალიან ნისლია რა, თითქმის ხედულობა არ არის, ამიტომ ცოტა ხანი დაველოდები და ახლა რო გადაიწმინდოს რა, რომ რაღაც დავინახო. მზე ამოდის და იმედი მაქვს, რომ ამ ნისლს გაფანტავს. ისეთ დონეზე მაინც რომ მე დანახვა შევძლო. ორნახავ დავაკვირდები სად გადადიან, რა ადგილას და მაგის მიხედვით ავარჩევ რამე ადგილს. სამწუხაროდ ფიტულები არ მაქვს და ესე მოძრაობის მიხედვით უნდა ავარჩიო ესეთი ადგილი, სადაც უფრო ხშირად იმოძრავებ და იმედი მაქვს რომ გამიმართლებს. ამა დაველოდები და დავიწყებ ნადირობას. აი ეს ადგილი არის, ყანა არის დიდი მე მგონი და იქითაც და ამ ადგილში სადმე ვეცდები რომ კარგად დავაკვირდი სად მოძრაობს და ამ ადგილი ავარჩიო. რაღაცა ისეთი წინაზე რომ ვიყავი ძალიან დიდი რაოდენობით დაფრინავდა გარეული ტრედიც ბევრი იყო. ეხლა თითქოს ვერ დავინახე ბევრი. რამდენიმე პატარა გუნდები დავინახე, მაგრამ მასთან შედარებით არაფერია. რაც წინაზე იყო. მოძრნი კაი ადგილს ხდა დავდგები. ბევრი ვიარ ცოტა. აი შემოვედი და შემომჩნია რომ საერთოდ ქედნები იყვნენ შორიდან ვერ დავინახე ეს. მე რო გამოვიარე მანქანით აფრინდნენ და აი კითხეზე დასხდნენ. წესით აი ეს ბარდები უნდა დამეხმაროს რომ დავიმალო. ეს რა იყო?
მოკლედ აბა ისე მეცდები რომ მივიდე რომ ხედველობაც მქონდეს თავზე იმას ჩამოვიფარებ ხა რომ სახე დიდად ვერ დაინახო ეს არის ყვავები ნაღდათ არ იყვნენ ისინი აი კედანია კი კედანია გრამა ხა იქ შუა ადგილში გავლა თული იქნება ცოტა აი, დამინახეს და დამინახეს ვითომ ესე მარტივად. და იმით რო გადმოსულიყო სამი ცალი არის მარტო და იქ ხორდარჩა რამდენი მე ხარც ხედავ ხა ის კიდე თუ Is that? Huh? Oh, very well. It's more, right? Get out, give it down. არ ვიცი, სულაც არ მისურვია. არ ვიცი. ია გითხრათ. არ მიმართლებს კედანზე. 5 ნომერი მქონდა, არ ვიცი. მაინტერესებს უბრალოდ რა. ეს ისეთი ადგილი ავარჩია ნახოთ რა. აი აქ დავინახე რამდენჯერმე გადაიფრინეს აი ამ ხეებზე. ისხდნენ ხო და ნახოთ აბა კიდე თუ მოვლენ რამდენიმე ცალი იქით წავიდა და აბა თუ დაბრუნდებიან უკან დავხვდები გაჩერდა და აღარ მოძრაობს. საერთოდ რაღაც ადგილი აქვს, ნახე და იქ არიან ყუდროც და სად მიდიხართ აქეთ წამოწით. იქნება გადმოიფრინონ. მე არ ხედავ ვერაფერს. ზემანათებს. ჩვენ ხარც ამას არ მოხდა და არ ვიცი თუ ესროლე კარგად თუ მაღალზე იყვნენ ვიხდე მაღალზე არ იყვნენ ჩემი ას 40 მეტრამდე იქნება წესით ფაქტია ვერ ჩამოვაგდ რა ვიცი შოტკამზიც ვნახე მაგრამ არ ვიცი სროლის შემდეგ აქ დაწყებული ჩაწერა რა ეს როგორც მუშაობს სანამ
ისვრი მანამდე უნდა ჩართო ესე რომ ვთქვათ რა. ოღონდ ხელის მიჭერა არ არის აუცილებელი. კონდახზე ან ზოგადად იარაღს პატარა დარტყმითაც ირთვება. ისეთ სენსიტიურობაზე მქონდა დაყენებული რომ მომარჯვებისას ჩართულიყო, მაგრამ როგორც ჩანს ეხა არ იყო ეგ. ის ძალა. მოკლედ აი მაღალ ხეზის ხედან ქედნები რა. ფიქრობ ჰაცან ესკორტით ხوار ვცადო თქო. მოკლედ იქიდან მისასვლელი არ იყო რა. ახლოდან მიცულიყო ვიღაც შემოღობილია. აქეთ მხრიდან ვაცდი. მოკლედ აი ხეზე ის ხედან ქედნები რა, მაგრამ ისეთი ადგილია რომ ვერ უდგები მოკლედ რა, შემოღობილია ყველა მხრიდან და ამათიციან რა. აი ეს ხედან, მაგრამ აი ხა გადაჭდნენ იქით. საიდანაც მოვედი. ხო და მოკლედ ვითომ მაგათთვის ეს წამოვიღე. ხაცან ესკორტი. მაგრამ ხელა მანძილია სროლას აზრი არ აქვს და რომც ჩამომეგდო. მე გამოტანაზეც შესვლა ხონდოდა. არ ვიცი ხა აქედან აფრინდა რამდენიმე ქედანი მე მგონი და გადაჭდნენ აი იქით მიმართულებით ისე ხეზე მე მგონი საიდანაც მე მოვედი. რაღაცნაირად შემოვედი. პრინციპის ამბავია ხა ამათი აყვანა ერთი ცალის მაინც 214 მეტრი იყო იმ ხობიდან. ჯერჯერობით წყანად არიან. ისე წყანად არიან, მეც წყანად ახალ. მგონი ეს გადავიდე ის დრო. აგი გადასასვლელი. რაცას უზრუნი. აის. სოკოლ სუგვა. ავტავით. ერთი სალიზის. მეტი არც მჭირდება მე ამით. ვაჰ! რა ვიცი, უდანავარი შეიძლება გასასწორებელი. ზუსტად უკან მოტეხა ის. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელი, ანუ წესით არ უნდა მეცლიმენ ეს იდეალურად გასწორებული ყოფილი. მაგრამ ბევრიც არ ჭირდება რა. როგორც 77 მეტრი არის. მოხედროთ. აი ესე უცებ დასრულდა ნადირობა, იმიტომ რომ
GoPro დამიჯდა. იდეაში ეგ ბოლო კადრი რაც ხერთ ეგ იყო, მაგის მერე წამოვედი. იმიტომ რომ ხო, დაждდა GoPro. ძალიან მალე იზრდება ამ ბოლო ხანებში. მიუხედავად იმისა, რომ აქ რამდენიმე ელემენტი. და ახალი კამერის წამოღება დამოვიწყდა, მანქანაში დამრჩა და შესაბამისად ვეღარ გადავიღე იმის მერე ვერაფერი და ისედაც წამოსვლას ვაპირებდი. და საინტერესო გამოვიდა საბოლოო ჯამში, ახალი გამოცდილება იყო ამ ახალი Hudson Escort-ით ნადირობა 22 ელერით. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოახერხე წარმატებულ გასროლს განხორციელება, მაინც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემი აზრით, ოდნავ გასწორებელია, მაგას გავასწორებ აუცილებლად და შემდეგში იმედი მაქვს, რომ ბევრად კარგ სროლებს გავახორციელებ. თან საბოლოო ჯამში ესე გამოვიდა ერთი ცალი საყვანო მოახერხე, მქონდა რამდენიმე გაცვლებული სროლებიც, მაგრამ ხო, საბოლოო ჯამში ნადირობა შედგა ჩემი აზრით. ამასთანავე სულ ცოტა დრო რჩება ნადირობის სეზონის დასრულებამდე და ზამთრისთვის ძალიან უჩვეულო ამინდები გვაქვს. თბილა, კარგი ამინდია, მზე არის. რამდენადაც ეს კარგია, ზოგადად ალბათ ყველასთვის, იმდენად არც თუ ისე კარგია ნადირობისთვის, იმიტომ რომ ნადირობას, ამიტომ იხსე ნადირობას დიდად კარგი ამინდი არ უხდება. იმედი მაქვს რომ მოვახერხებ ერთხელ იხსე კარგი ნადირობის გადაღებას და აუცილებლად შემოგთავაზებთ. ამისთვის ჯერ აუცილებლად იხვე უნდა შემოვიდეს კარგი საკმაო რაოდენობით ჩვენ ქვეყანაში. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ამით გემშვიდობებით და დაგიბრუნდებით უფრო საინტერესო ნადირობის ეპიზოდით. მადლობა, კარგით.